მოკეთ შემოგიერთდით ძვირფასო ტელემაყურებლებო პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდით სტუმრებთან ერთად. იქიდან გამომდინარე რომ უნდა დავესრულო გადაცემა ზუსტად და პუნქტუალურად როგორც შეგვეფერება 14 საათზე, მოდი არ დავკარგავ დროს და გაგაცნობთ გადაცემის სტუმრებს, ადამიანი რომელსაც ძალიან ვაფასებ, ადამიანი რომელიც გადაცემის ხშირი სტუმარია და შეიძლება ამ ბოლო დროს ტენდენციებს თუ გადავხედავთ თვალს, ხუთშაბათი შეიძლება თამამად ვთქვათ რომ ნაწილობრივ ტურიზმის დღედ ვაქციად გადაცემაში საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილს მივესალმები და ასევე დათო ფოცხვერაშვილი გიდი, რომელიც დღეს პირველად გსტუმრობს თუ კარგი მეხსიერება მაქვს. მაშა სასტუმრებო შუადღემშვიდობისა, ძალიან მიხარია რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმები ლაშა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ გამონახეთ რომ ტურიზმის სასაუბროდ და როგორც აღნიშნეთ ტრადიციად დავამკვიდრეთ კიდეც. და ესე ხო შემოგვემკვიდრა. ეს განზრახ არ გამოსულა ეგრე ხო ესე ყოფილა. არის ცალკეულ სატელევიზიო სივრცეებში ტურიზმის თემატიკაზე გადაცემა, მაგრამ ესე სტანდარტულად ტრადიციული გადაცემა. კი ბატონო, შენი დამსახურება არის და ტელევიზიის დამსახურება, ისაც თქვენ ყველას დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ გვაძლევთ შესაძლებლობას ვისაუბროთ ტურიზმზე და რა მნიშვნელოვანი ასპექტით უნდა წარმოვაჩინოთ ტურიზმი, ხო? სამწუხაროდ ჯერ კიდევ გვიწევს საქართველოში ვახსენოთ სიტყვა ოკუპაცია. კეთილი. და გავაიგივოთ ახლა ეს ყველაფერი ტურიზმთან და გიდებზე დაკისრებული მოვალეობა, ხო? ლაშა, ძალიან საინტერესო იქნება. მოდი გავიხსენოთ. კი ბატონო, ანუ ერთი შეხედვით თითქოს რა შეიძლება იყოს, რა შეიძლება საერთოდ იყოს ოკუპაცია და ტურიზმი, ან ტურისტთა დასაქმებული ადამიანების ამ თემასთან დაკავშირება არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხი ოკუპაცია, ვინაიდან ბევრი ადამიანი, ვინც საქართველოში მოგზაურობს, აქვს წინასწარ ინფორმაციებს, ზოგი სწორი, ზოგი არასწორი და ყველა ეს ადამიანი ითხოვს გარკვეულ ინფორმაციას გიდებისგან, სასტუმრო სექტორიდან, ან კვების ობიექტებიდან, ან იმ ადამიანებიდან, ვინც ჩართული არის ზოგადად ტურიზმში. განსაკუთრებით ესენი არიან გიდები, რომლებიც საკმაოდ დიდ დროს ატარებენ და არიან ინფორმაციის გამცემები ტურისტებისთვის. თან როგორ განაგცობ ალბათ ამაზეა ყველაფერი ჩვენ წინ გასულ წელს ჩვენმა ასოციაციამ რაღაცნაირად და შიდა მოკვლევა გავაკეთეთ, დავაკვირდით რომ გარკვეული ნაწილი გიდებისა ან ტურისტებისა, რომლებიც საქართველოში მოგზაურობდნენ და ჩვენ ასოციაციის წევრი გიდებთან ჰქონდათ შეხება, მეორე მესამე ან მეოთხე დღე სოციალიზაცია ჩვენ თან ხვდებოდნენ. ასე ვთქვათ, გრძნობდით რომ წინა გიდებისაც მათ ჰქონდათ მუშაობა, ასე ვთქვათ, ხო? თუმცა არ საუბრობდნენ კარგად გამოკვეთილად ოკუპაციაზე. ან თუ საუბრობდნენ იმ კონტექსტში, რა კონტექსტში თქვათ ტურიზმი მოეწონებოდა. და რატომ იყო ეს ტენდენცია? როგორ ფიქრობ ლაშა? ამ ტენდენციას. ეს იყო გასული წლების ცუდი პრაქტიკა. გარკვეულწილად ალბათ ის რომ სამსახურის დაკარგვიშიში, რომ ის რომ ეს ტურისტი ცუდ გამოხმაურებას დაუწერდა, იყო შემთხვევები, ამას თავის მიზეზიც ჰქონდა დავიტყვი, იყო შემთხვევებსაც ტურისტები ან ტურისტული სააგენტოები, განსაკუთრებით რუსეთიდან, ან რუსულენოვანი ქვეყნებიდან, რომლებიც რუსულ სივრცეში მოიაზრებიან ჯერ კიდევ, რეკავდნენ კომპანიებში და თხოვნეო გიდი ჩაენაცვლებინათ, იმიტომ რომ მან ოკუპაცია ახსენა, რომ რადგან ესე იგი ოკუპაციაში შეეხო ტურისტული კომპანიების თავად მათი იგი რა იყო არგუმენტი, რომ რადგან ესე იგი ოკუპაციაში შეეხო არ ეს იყო გიდის არაპროფესიონალიზმის მიუთითებდა, ვინაიდან ესე იგი ოკუპაცია პოლიტიკას გიდი არ უნდა შეეხოს, ანუ გაიდლაინებით ჩვენ გვასწავლიან, რომ გიდი არ უნდა ეხებოდეს პოლიტიკას, სექს, რელიგიას, ესე თემებს, რომელიც თქვა სტანდარტებს ვინ აწესებს ლაშა. ეს არის საერთაშორისო მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ გამოდივართ ჩვენი რეალობიდან. ოკუპაციის არის შემდგარი ფაქტი და არ არის თქვა რომელიმე ორიენტირზე დამოკიდებული, ასე ვთქვათ, მოსაზრება, ხო? ან რუსეთი მოგწონს თუ დასავლეთი, ანუ ოკუპაცია არის ოკუპაცია, მისი შემოქმედი არის თქვა რუსეთი და ეს ფაქტი უკვე არის შემდგარი და ამაზე გიდმა უნდა ისაუბროს. ეს აღნიშნავს იმას, რომ პოლიტიკას ეხება. ანუ ეს არის ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, დღევანდელი რეალობა და გიდები არიან ჩვენი იარაღი საინფორმაციო ომში, რომელსაც ახლა ჩვენ უკვე ჩართულები ვართ, ნებსიტუნებლიად. უფრო მეტად ჩავერთვებით და გიდი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, აღჭურვილი სწორი ინფორმაციის, სწორი მესიჯებით, რომ მან გადაცეს ზუსტი ამომწურავი ინფორმაცია ოკუპაციის თემატიკაზე, არ მოერიდოს ამ თემაზე საუბარს და ასე ვთქვათ, კონდეს მას ზურგი გამაგრებული. რას გულისხმობ ამაში?
როცა ტურისტი შემოდის საქართველოში, მას უნდა გადაეცეს საინფორმაციო ფლაიერები, ბუკლეტები, უკვე ის მომზადებული უნდა შეხვდეს ამ ინფორმაციას, რომელთაც მე გიდი მას ესაუბრება, ასევე გიდის უკან ტრანსპორტის სექტორის თანამშრომლებით, სასტუმროები, კვების ობიექტებიც მსგავსად უნდა აძლევდნენ ინფორმაციას და არ უნდა იყოს ისე, რომ თქვა ტურისტი ჩამოვიდა, გიორგი თქვა ესაუბრა ამ დათომ ოკუპაციაზე, მე შეხვდა ელენე სასტუმროს თანამშრომელს თოვი რა ის ოკუპაცია არაფერი ესეთი რაღაც არ ხდება, ანუ ეს რაღაც არ უნდა გააკეთოს მეორე სექტორის წარმომადგენელმა, ანუ ეს უნდა იყოს კომპლექსში. შეთანხმებით, კი ბატონო. შეთანხმებულად და დათოსაც საშუალება, კი ბატონო. მოგესალმები, მოდი მითხარი, შენი პროფესია, ჰობი თუ როგორ განიხილავ, არ ვიცი ამ შემთხვევაში კიდე, რამდენი ხანი არის პროფესია, ძალიან კარგი პროფესია, ტენდენციური, მოთხოვნადი და შეიძლება უფრო მეტად მომავლის პროფესიადაც კი აღვიქვათ, ხო? მოდი მითხარი, რამდენი წელია, რამდენი დროის მონაკვეთი შენი ცხოვრება? 2 წელია რაც ამ პროფესიით ვარ ჩართული, ახლა ლაშოსთან გამოცდილება სამწუხაროდ არ მაქვს და იმედი მომავალში შექმნება, მაგრამ გარკვეული შეხება მეც მქონია უცხოელ ტურისტებად და ამ თემასთანაც მართლაც ყოველდღიური შეხება მაქვს თითქმის ყოველ როცა ტურისტები მყავს. ანუ რაც ინტერესდებიან. თუ ეს მხოლოდ შენი სურვილის მიხედვით შეიძლება განსაკუთრებით საბჭოთა სივრციდან როდესაც ჩამოდის ჩვენთან ტურისტი მეტნაკლებად გათვითცნობიერებული არიან მეზობელ ქვეყნებში რა ხდება და მიახლობით მაინც იციან ჩვენთან ბოლო 90-იან დღემდე მიახლობით მაინც რა ხდებოდა და რა ცვლილებები იყო ჩვენ ქვეყანაში და ახლა რა ხდება. შესაბამისად აქედან გამომდინარე გინდა არ გინდა ამ თემაზე ოკუპაციაზე გვიწევს საუბარი, რადგანაც ეს ჩვენი წარსული იყო, სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი რეალობა არის და მომავალშიც გვექნება. მომავალში დარწმუნებული ვართ, ეგრეთ სიტუაცია გაგრძელდება და შესაბამისად ყოველდღე გვიწევს ამ ოკუპაციასთან შეხება, იმიტომ რომ ყველა დიდ ქალაქში, ყველა დიდ სასახლებაში თითქმის დღემდე არის ის ნარჩენები, რასაც 90-იან წლამდე არა მარტო პოლსაბჭო, არამედ დღევანდელი დღეში რაც სიტუაციაც არის და რა ოკუპაციაც ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიმართ, იგივე სასტუმროებში, სადაც დღემდე არიან შესახლებული დევნილები, შესაბამისად გინდა არ გინდა გვიწევს ამაზე საუბარი და ამ ფაქტის მიჩქმალა რომ არაფერი არ არის და ერთმანეთს ისაუბროს მეორე მე არ მგონია სწორი იყოს, მით უმეტეს ლაშა აღნიშნა რომ ერთი რომ სხვაუბროს მეორე უკვე სხვას ეუბნება კიდე და ძალიან სამწუხაროა რომ საერთო სტანდარტები არ გვაქვს ამასთან შემუშავებული, თუ როგორ მივაწოდეთ ეს ინფორმაცია და როგორ გავასწროთ ის სიტუაცია, რაც დღემდე ხორციელდება ეს ოკუპაცია და რაც იყო ანუ ის გიორგიევსკის ტრაქტატიდან დღემდე 90-იან და 90-იანი შემდეგ. ტურისტებთან თუ გაქვს მუშაობის გამოცდილება და ანუ ამ შემთხვევაში მე ძირითადად რუსულენოვანი გიდი ვარ, ძირითადად რუსულენოვან აუდიტორიასთან მაქვს შეხება და როცა ვსაუბრობთ ამ ოკუპაციაზე, ანუ აგეთ უარყოფითი დამოკიდებით თითქოს არავის არ აქვს 95% ღებულობს ისე, როგორც არის სინამდვილეში, როგორც ჩვენი დღევანდელი ისტორია ახლა ახალ სფეროს ვერ მოვუყვებით, რაც არის უყვებით იმას. ნუ სამწუხაროდ ну ყველაზე არ ვარ, მაგრამ ახლა ქვეყანა რუსეთიდან როცა არის ტურისტი, იქ მათ სივრცეში, საინფორმაციო სივრცეში სულ სხვა ინფორმაცია ვრცელდება შესაბამისად და სულ სხვა აგიტაცია მიმდინარეობს ამ კუთხით. როდესაც ჩვენ ვუყვებით რა სიტუაცია იყო, რა სიტუაცია არის და როცა თავის თვალით უყურებენ ამ მდგომარეობა, უკვე სხვანაირად აანალიზებენ ამას და ისე უკვე სხვანაირად გებულობენ და ისე რომ ძალიან დიდი მისია გაქვს ხო ამ თვალსაზრისით. ნუ ჩვენი ქვეყნის ელჩები ვართ და დიდი თავის ქვეყანაში რომ ყველაფერი კარგად მიდის და ისინი საერთოდ უდანაშაულები არიან, თქვენ შეგიძლიათ ანუ მთელი რიგი ძვრები მოახდინოთ. კი ბატონო, თავი და ყოველს გაკვირვებას აქვს ადგილი, მაგრამ ნელ-ნელა რო ვსაუბრობთ, რო უყურებთ და კუთხიდან კუთხეში დავდივართ და თითქოს ყველა ერთ და იგივეს ეუბნება, უკვე სხვანაირად აანალიზებენ ამ სიტუაციას. ყოფილა შემთხვევა რომ განაწყენებულა რომელიმე მათგანი? მე ჩემ პრაქტიკაში სიმართლე რო გითხრათ არ მქონია ეგეთი. ანუ ეს მსგავსი შედეგები ლაშა როგორც დავითი ამბობს, თავად რუსი ტურისტების დამოკიდებულება რამდენად აყენებს უფრო მეტად დღის ეს რიგში, რომ ეს თემა განიხილოთ ერთად და რაიმე ტიპის სტრატეგია და ვიდრე სტრატეგიაზე ვისაუბრებთ და სემინარზე რომელიც და შეხვედრაზე რომელიც დაანონსებულია და ჩანიშნული შემდგომ ქუთაისშიც გაიმართება, მოდი გითხარი როგორ შეიძლება ანუ ზომიერების დაცვა და ის მივაწოდოთ ტურისტს სიტყვა ოკუპაცია ვახსენოთ რომ მისი გაღიზიანება არ გამოვიწვიოთ. ანუ არის რაიმე ხერხი. კი ბატონო, ანუ დაწერილი კანონია. ჩვენ კიდევ თოცა ვამზადებთ, ეს არის უნარჩვევების ერთ-ერთი ასე ვთქვათ მეთოდი. როდესაც ჩვენ კიდევ ნებისმიერ ინფორმაციის მიწოდების დროს, არა მარტო ოკუპაციის თემატიკას, ნებისმიერ წავე ინფორმაციის მიწოდებისას, კიდმა უნდა ასე ვთქვათ, გამოიყენოს კეთილი, უნდა გამოიყენოს ის უნარჩვევები, რომელსაც ჩვენ მათ ვასწავლეთ. ეს რა არის ეს უნარჩვევები? ეს არის თავშეკავებულობა, პირადი აზრის თავზე არ მოხვევა, შალი ფაქტების, რეალობის მიწოდება ისე როგორც არის.
ასე ვთქვათ, ეტაპობრივად, არა ერთ 10 წუთში ყველაფერს ერთად მოყოლა, ეტაპობრივად როგორც დათო მახსენა, არის ნებისმიერ ქალაქში კვალი ოკუპაციის დატოვებული, ნებისმიერ ადგილს, სადაც ჩვენ გადავადგილდებთ საქართველოს ტერიტორიას, განსაკუთრებით ეს აფხაზეთის ნაწილი იქნება თუ სამაჩაბლოს ნაწილი თუ გორი იქნება, იქ გვინდა არ გვინდა ამაზე უნდა ვისაუბროთ და აუცილებლად კიდევ ამაზე უნდა ისაუბროს, თორსა ადამიანს აყენებს ფაქტთან და ესაუბრები უკვე მოხდარ ამბებზე, ის უძლურია შეგეკამათოს ან თავისი აზრი პირიქით მოგახურეს თავზე. ანუ ყველაფერს სჭირდება თავისი ტექნიკა თუ ინფორმაციას როგორ გადაც. ყოველი ამის გათვალისწინებით, როგორც ახლა ნახსენე, ჩვენი ინიციატივით, რომელიც შაშან გავაჟღერეთ გაზეთი, ნეტგაზეთმა დაგვიჭირა მაშინ ხარი და ჩვენი ინტერვიუ გამოქვეყნდა. ჟურნალისტი მანა ქველიაშვილს აქედან მადლობა, მან დაიჭირა ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, ინიციატივა და საკითხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დაწერა ეს სტატია და ძალიან დიდი გაზიარება, გამოხმაურებაც ჰქონდა და შესაბამისად შეიქმნა სპეციალური პროგრამა ლევან მიქელაძის სახელობის სატრენინგო ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა შექმნა სპეციალური ტრენინგ, ასე ვთქვათ, კურსი ტურისტული დიპლომატია სპეციალურად გიდებისათვის, რომელიც გულისხმობს სწორედ ამ ტექნიკის უფრო დახვეწას, გიდების ინფორმირებულებას უფრო მეტად ამ საკითხთან დაკავშირებით და ინფორმაციის სწორად გადაცემას. პირველი ეტაპი ჩატარდა თბილისში, გუშინწილ დასრულდა 5-დღიანი კურსი. ჩვენი ასე ვთქვათ, თხოვნით უშუალო ჩარევით და სურვილით ძალისხმევით კი ბატონო, ჩატარდება ბათუმში და ჩატარდება ქუთაისში. ანუ თავდაპირველი ჩვენი შეხვედრა როცა მოხდა მათთან, მათ ჰქონდათ აზრი, რომ მხოლოდ 60 კიდე უნდა გადაემზადებინათ, ისიც თბილისში. როგორც იჩაგრება ხო, როგორც ხშირად ხდება. ხო, ანუ ეს აქტიურობა არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს რეგიონები წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს, რომ ყველა რეგიონის აზრი იყოს გათვალისწინებული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში ტრენინგის ჩატარება არის ერთ-ერთი ჩვენი დამსახურებაც და მადლობა მათ, რომ ეს სატრენინგო კურსი მოიფიქრეს, შეადგინეს. არიან საკმაოდ კვალიფიციური ტრენერები, ელჩები, მოქმედი ელჩები მათ შორის, რომლებიც ამ კურსს კითხულობენ. ასევე ჩვენ გქონდა თავდაპირველ ვერსიაში სურვილი, რომ ამ ტრენინგში ჩართულიყვნენ სპიკერებად, ანუ მენტორებად, თავისი გამოცდილების გასაზიარებლად წარმომადგენლები აი მსგავსი კონფლიქტური ქვეყნებიდან. რომელი ქვეყნებია ესენი? ხორვატია, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, რომელსაც ჰქონდათ ოკუპაციის გამოცდილება, პრობლემა და იქ მომუშავე, ტურიზმში მომუშავე სპეციალისტებს, ასე ვთქვათ, შეეძლოთ ჩვენთვის გამოცდილების გაზიარება. აი ეხლა როგორ უდგებიან ისინი, ასე ვთქვათ, იმ ქვეყნის ჯგუფებს, ტურისტებს, რომლისგანაც ისინი ადრე გაემსწრებენ მსგავს პრობლემას, ხო? ჯერჯერობით ეს ნაწილი არ იქნა გაზიარებული, თუმცა რაც კეთდება, ეს არის ძალიან კარგი, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი და დაეხმარება ჩვენს გიდებს. მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია და ცოდნა როგორ უნდა გადაეცეს. როდის გაიმართა ბოლოში და ვის შეუძლია აპრილის ბოლოს ნებისმიერ მსურველს. ესე იგი, ვინც არის ამ ტრენინგში მონაწილეობის სურვილი, ვისაც გააჩნია, უნდა მიმართოს ქუთაისში ტურიზმის ცენტრს, რომელიც არის ამ პროექტის ერთ-ერთი მხარდაჭერი ქალაქში. დაფიქსირდეს როგორც მონაწილედ ამ ტრენინგის და შესაბამისად მე მოხდება ტრენინგზე ალბათ დასწრება. ამ ნაწილში ჩვენ ასე ვთქვათ ასოციაციას აგვაჩნია პრიორიტეტი და ამიტომ ყველა ინდივიდუალურად აფიქსირებს თავის სურვილს. როგორ ფიქრობ, როგორი არის გამოხმაურება და როგორ საკმაოდ დიდი ინტერესია, უკვე 20 ადამიანი მოქმედი გიდები ქალაქში არიან სად რომ ამ ტრენინგში მიიღონ მონაწილეობა. ზოგადად ეს ტრენინგი არ არის მხოლოდ ოკუპაციასთან დაკავშირებული, ეს ტრენინგი არის ინფორმაციის ასე რა ვთქვათ, მიღების ჩვენი საზღვრის პირა ქვეყნებთან დაკავშირებული ურთიერთობები, წარსული, აღდგომილობა, მომავალი, საით მიდის ჩვენი ქვეყანა. ამ ის საკითხები განიხილება, რომელსაც კიდევ შემდგომ საუბრობენ ტურისტებთან და აუცილებელი არის კვალიფიციური პირველივე ხელიდან მიღებული ინფორმაციის, ასე რა ვთქვათ, გადამუშავება და ტრენინგება გიდების და მე უკვე მათი ასე რა ვთქვათ, საველე სამუშაოებში მათი გამოყენება. და თავად ალბათ ჩაერთვება, ხო, აი ამ ტრენინგში ძალიან. რას ურჩევ სხვა გიდებს, ანუ რატომ უნდა გამოიყენონ ეს შანსი? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ოკუპაციის თემაზე, მით უმეტეს ისეთი ტრენერები არის, ისეთი ტრენერები, როგორც ლაშამ ჩამოთვალა, ძალიან ინფორმაციული კუთხე იქნება, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ თემასთან დაკავშირებით, რომ სწორად მივაწეროთ ეს თემა
სწორად ინფორმაცია მივიღოთ და იმ ადამიანებისგან, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ამ კუთხით, მივიღოთ მაქსიმალური გამოცდილება, რომ ყველა თავის შეცდომებზე სწავლოთ, მაგრამ ჩვენ სხვის შეცდომებზე რომ ვისწავლოთ ამ შემთხვევაში. მოკეთ, ჩვენ დარწმუნებული ვარ მიმოვიხილავთ ხო, ლაშა ამ აქტივობასაც, რამდენად წარმატებულად ჩაივლის და ალბათ არ დაველოდებით აპრილის მიწულოს, კვლავ მოგვიწევს შეხვედრა კონკრეტულ თემებთან მიმართებაში, მაგრამ მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო იმისათვის, რომ ყოველთვის აქტიური ხარ და ეს მხოლოდ პირად განვითარებაზე არ ზრუნავ, ვცდილობ შენს ირგვლივ ადამიანები ჩართო საქმეში სწორად და რაც თავარია, ტურისტთან დაკავშირებული თითოეულ ნიუანსში დაიჭირო ის გადამწყვეტი პუნქტი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნებში, სასრამ ძალიან მიხარია, რომ აღმოგაჩინა ამ გადაცემის მეშვეობით, წარმატებას გისურვებ და თო იმედი აკლავ შევხვდებით ერთმანეთს, წარმატებულ სეზონს გისურვებ და ის პრობლემები, რომელიც გვაქვს ქალაქში ტურისტული თვალსაზრისით და არაერთგზის გვისაუბრია, დავიტოვოთ იმედი, რომ ეტაპობრივად მაინც მოგვარდება და ეს ხელისშემშლელი ფაქტორიც არ აღმოჩნდება 2019 წლის ქუთაისის ტურისტული სეზონისთვის. ბედნიერ დღეს გისურვებთ, სამწუხაროდ დროში ვარ დღეისათვის შეზღუდული, მაგრამ ფიქრობ, რომ წარმოდგენა შევქმნით ადამიანებს რა კარგი აქტივობა არის ჩანიშნული ქუთაისში და მოკეთ ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ და დროებით დაგემშვიდობოთ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ძვირფასო ტელემაყურებლობამ ტურიზმით არ მოიწურება მხოლოდ დღევანდელი გადაცემა, რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ხშირად ვისაუბრებთ ტურიზმის შესახებ, რამე თუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პოტენციალი გამოვიყენოთ სწორად და მათ ვისაც ხელეწიფება მთელი რიგი პრობლემების მოგვარებისა აუცილებლად მოაგვაროს. გადაცემის სტუმრებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი და ამასთანავე გადაცემის სტუმარი გახლდათ დათო ფოცხვერაშვილი. გიდი წარმატებას უსურვებ ძვირფას სტუმრებს, გემშვიდობებით ხვალამდე, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.